მოგესალმებით ეთერშია და სოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხულია. მისი თქმით, რექტორი გიორგი შალუტაშვილი, რომელიც თავს იწონებდა მარო მაყაშვილის შთამომავლობით, მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა. თეატრალური ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხულია. ინსტიტუტის რექტორი შალუტაშვილი მახსენდება იმითი, რომ მარო მაყაშვილის შთამომავლობით თავს იწონებდა. ის ვერ გაიაზრა, რომ დღეს გარიცხული სტუდენტები მარო მაყაშვილის ნამდვილი შთამომავლები არიან, თვითონ კი მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა. წერს სალომე ზურაბიშვილი. პარტია ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნება. გარდა ამისა, როგორც ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, 31 მარტისთვის სალომე ზურაბიშვილის საპროტესტო აქციას ამზადებს. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ამაზე მუშაობს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს. ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ. აცხადებს ჩერგოლეიშვილი. შეკითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისივე თქმით, ეს არის სიკიჟე. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის ოცნების ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, წერს გახარია. კოალიცია ხალხისთვის ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ესტონეთში შეხვედრებს გამართავს. პრესამსახურის ინფორმაციით ანა დოლიძე ვიზიტის ფარგლებში ისაუბრებს მათ შორის საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე. დღის დასაწყისში მაქვს გამოსვლა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი არჩევნების მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გამოშვება, სანქციები და რა ახალი ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ, ამ ყველაფერზე მექნება საუბარი, განაცხადა ანა დოლიძემ. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ Deep State-ის წარმომადგენლები რესპუბლიკურ პარტიაში არ არიან და მათ კონგრესში წარმომადგენლები არ ყავთ. რა თქმა უნდა, ყავთ და მათი გვარები ცნობილია. ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მეგობარი აქტის წარდგენის თაობაზე დასმულ შეკითხვას. შარმანაშვილმა სენატორ ჯინ შახინს Deep State-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი უწოდა. აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შახინმა გასულ კვირას საქართველოს ანგარიშვალდებულების გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი, მეგობარი აქტი წარადგინეს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა 6-მა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებულ შედეგებზე და აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კონკურენტული გარემოს გაძლიერების სტანდარტის ამაღლების მიზნით წლიდან წლამდე დგამს. როგორც მან აღნიშნა, სიახლეების და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვის პროცესში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის კონსულტაციებს და ინტენსიურ თანამშრომლობას თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა. კონფერენცია გაიმართა მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის რეგულაციებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებლის ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე, რომელიც წარმოადგენს 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ მიზანს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედი გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ინფორმაციით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე რეკომენდაციების ველში აღნიშნულია ინფორმაციაში. აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა ბექა ღვაჩლიანმა დაიკავა. დავით მორგოშია და ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა თანამდებობაზე წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელადაა განპირობებული. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთთან ერთადერთი ეფექტური დიპლომატია შეიძლება იყოს ის, რაც ალ კაპონემ თქვა. ერთადერთი კარგი მოლაპარაკება არის, როცა იარაღი მაგიდაზე გაქვს. ალბათ სწორედ ასეთი დიპლომატია იმუშავებს რუსეთთან. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა ვლადიმერ პუტინის ნდობა დოვილე შაკალიენემ უპასუხა. მას შემდეგ რაც ჩემს ოჯახს გაუკეთეს და რუსეთს თაობების განმავლობაში ჩაუდენია, არ ამგონია იპოვოთ ლიეტუველი, რომელიც ვლადიმერ პუტინს ენდობა. მისი თქმით, რუსეთს ისტორიულად არასოდეს შეუსრულებია შეთანხმება. ჩვენი ერთადერთი იმედია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი მიდგომა შეიძლება გახდეს ერთადერთი გარანტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გააკონტროლებს, ასე რომ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება, აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა. უკრაინაში იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი მრავალი თვის განმავლობაში ეყოფათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი უკრაინელებს ექნებათ საბრძოლველად საკმარისი მრავალი თვის განმავლობაში თუ არ მოიპარეს. აღნიშნა პესკოვმა, მისივე მტკიცებით თუ ამერიკელი ბიზნესმენი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის საკომუნიკაციო სისტემას გაუთიშავს, კიევის ბოევიკები ალტერნატივას დაუყოვნებლივ მიიღებენ. უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავიდა, სადაც აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამზე დაწერა: გუნდი ადგილზეა, ჩვენ ვემზადებით სამუშაოდ. უკრაინის ინტერესების დაცვით, ომის დასრულების მკაფიო ხედვით ჩვენ ეფექტურად ვიმუშავებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, აღნიშნა ერმაკმა. გამოცემა ეკონომისტის ცნობით მოლაპარაკებებში ორივე მხარის გავლენიანი წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას უხელმძღვანელებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი. უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდეი სიბიკა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო თანაშემწე პავლო პალისა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცეს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მინისტრს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ საუდის არაბეთი უკრაინის საკითხზე შეხვედრებს მასპინძლობს. ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯიდაში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან და მადლობა გადაუხადა მას უკრაინის შესახებ ამ კვირის შეხვედრების მასპინძლობაში საუდის არაბეთის სტუმართ მოყვარეობისთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ მშვიდობას, წერს რუბიო. მისივე თქმით, ასევე ვრცლად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს საერთო ინტერესების წინ წაწევა და რეგიონში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად მუშაობის გაგრძელება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.